ვინისიუსის ამბავი ხა მე ვერ მომეშალა რა ყველა მაგას აჯობს მე ექსკლუზივი მაქვს მე მაგის დაჭმობა ვინისიუსის ეხა უკვე შემეცოდა და მაგის რაღაცა ადვოკატი რაღაც მეორე ნაწილი მოურინიოსის ხო წავიდა მარტო ვინისიუსი არ არის სხვადასხვის მოურინიო ხო ის არის პოპულისტი და ნაბოზარი და ყველაფერი ცუდი ისა აქვს რა ქვია რაღაცა რა ანუ ლაპარაკი ძალიან ცუდად იცის ჩათლახია რა აი მაგანცხადებაში წეთყობა რომ ჩათლახია აი სად მივხვდი იცი რომ ძალიან ჩათლახია მანჩესტერის წვნელი რო იყო და press conference-ზე სანამ გავიდოდა და ამ 3 for them 3 for me 2 for them აი სანამ მაგას იტყოდა ეგ რო დათვლილი ქონდა იმიტომ რომ ეგ სტატისტიკა მან ვერ მოგაფიქრდება იმ 19 მენეჯერის ტრენერებს რამდენი პრემიერ ლიგა აქვს მოგებული press conference-ზე ვერ დათვლი ვიღაცას უთხრა გააგზავნა ეხლა შენ ბიჭი შენ გადამითვალე აბა ხო რანიერი და კონტი არის თვითონ ნახა ალბათ არ აღზავეთყო ხო ნუ ისე გეუნები რა ანუ სამი ნუ შესაბამისად ეს ყველაფერი პერფორმანსის ნაწილად აქცია და გამოიყენა. ეუსებიო ის იყო ჩვენი აიკონი და აქ რასიზმი არ იქნება. რატო დადო თავი კომპანიამ ილაპარაკა ძალიან მაგრას ფოტოშოუს და მაგრად უპასუხა რომ აი ეუსებიოს თუნდაცო რა რასიზმის ქვეშ და რა წნეხების ქვეშ უწევდა ხოლმე რომ თამაში და გამოსვლაო და ეს პოპულისტური რაღაცა გაათამაშებო ეუსებიო რადგან არის პრესტიანია თუ სირისტიანი თუ ვიღაცა არ იტყოდა იმას რა ქვია რასისტულ არაფერს არ არის სწორი ეს არის პოპულისტური ნაბიჯი ჩემი აზრით. მაგას გეთანხმები, ეგ არის ფრის გარანტია. ისე როგორც ფრაზები რომ ძირითადად ამერიკაში გადავამახო მაგაზე მე რასისტი ვერ ვიქნები, რომ შავკანიანი მეგობარი მყავს ვიღაც. ანუ რასიზმიდან ის არის მე არ მგონია რომ ბევრი ადამიანი იყოს ზოგადად ესე რა, აი მუდმივად რასისტი ასე ვთქვა. თუმცა სიტუაციაში შეიძლება რაღაცა რასისტული თქვა ადამიანმა, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რასისტი ხარ გინდა თუ არა. იმიტომ რომ გაბრაზებულზე რაღაცა იმაში რაღაც კი ცუდია რომ ეგ მოგდის, მაგას რო ყურადღებას აქცევ, აი მაგით რო ვცდილობ რომ ვიღაცა გაამწარო და სადამბობ, მოდი ასე ვთქვა. აი ზოგადად ნახე ვიღაცა იტყვის ხარ რომ არა თუ ეგეთი შეუწყობა მიაყენე, მაინც ყველა ვარიანტში ასეთი ხარ, იმიტომ რომ ეგ რო თქვი. მაგრამ მე მგონია რომ ფლად ეგრე არ არის. ანუ შეიძლება რაღაცა შეურაცხყოფა ვიღაცას თუ გაგამწარა ადამიანმა, შენ ცადო რომ ისეთი რაღაცა უთხრა, რაც ნაღდად იცი რომ იმას ძალიან ეწყინება და ძალიან სულად მოხდება და არ ნიშნავს გინდა თუ არა იმას რომ აუცილებლად ეგრე ფიქრობ დაჟე. კეიტაბლოს ქონდა ძალიან ემოციური სპიჩი. აი გარ მისმენ მაგ ფაქტთან და ეს ოღონდ ამ შემთხვევაში პრესტიანის არ ეხება ზოგადად ვამბობ ანუ ამას გავამართლებ ზოგადად ვამბობ თორე ის არ ვიცი ხმე ვინ არის რა თქვა იმის გარკვევა რა თქვა რა როგორ უნდა გაარკვია არა ნახე რა მიდის იცი რომ არ იტყოდა ერთი მაგას არა ნუ ეხლა მეორე თუ თქვა ანუ რაც მოვისმინე თუ თქვა მე რა მოხდა ეხა რა ეგ მიდის არა ის არ უთქვამს ხო არა არ იტყოდა სისულელეა იმიტომ რომ რაც მარიც ხო ეხლა თან მით უმეტეს ის მაისურზე ყველა დაიფარა ეგ რაღაც თავი დაიზღვია რომ მაისური რო აიფარა არ ნიშნავს იმას რომ გინდა თუ არა რასისტულს ამბობდა რაღაც მაგრამ კარგს არ ამბობდა არაფერს არა მე ბოდიში ლუკა ვიტყვი უბრალოდ რომ აი ეს რო გააკეთა და მაგის გამო რომ ბანი მისცენ ახლა იმიტომ რომ ვინისიუს სიტყვას ხო მისცეს რომ მისცეს მე არ გონია რომ სამართლიანი იმიტომ თუ არ არსებობს სამხილი ვიღაცის ჩაბოზებაზეც არ უნდა იყოს ხო თან ხო შეუძლია მას რო თქვას რომ არ მithქვამს ეგ და მინდა ამტკიცე ახლა ანუ სამხილის გარეშე ხო არა უბრალოდ თან ვინისიუსი არის ალბათ ყველაზე უკანასკნელი ადამიანი ვის სიტყვისაც დაიჯერება ფეხბურთში შესაბამისად ხო გიგალი თუმცა აქ ითქვა რაც გეთანხმები იმაში რომ იმის თქვა რომ ეს ამას არ იტყოდა იმიტომ რომ აი ბიჭია სისულელეა რაც მარიც მე მგონია რომ თქვა მაგრამ გონიაზე ბანს ვერ დავაგებ. მაგას აი ეგ არის, ხო? პრობლემა არის იმაში, რომ დამტკიცება იმისი რომ ამან ეს თქვა, არის წარმოუდგენელი. წარმოუდგენელი რთული, იმიტომ რომ ამას აფარებული არ ჩანს პირის მოძრაობა რას ამბობს და მაგის მე უკვე მსჯელობა იმაზე რომ ეს ამბობს რომ არ მithქვამს, ის ამბობს თქვა. და ეხლა ნუ ამას დაეჯერება თუ აი როგორ უნდა განსაზღვრო, ხო? მაგრამ ფაქტია რომ ამას დისკვალიფიკაცია მისცეს. ოღონდ დისკვალიფიკაცია მისცეს რაღაცა მოტივით, რომ განსაზღვრელია. და გამოძიება მიმდინარეობს. უფრო გამოვიდა ისეთი ამბავი რომ ფაქტია რომ რაღაც ამან ცუდი თქვა, ეხლა მაგას ყოველთვის ამხდებით. რაღაც თქვა. ის რომ ესეთი ამბავი გამოიწვია, მოდი ეგრეც ვთქვათ რომ
შენც ხურაც თქვი რომ სავარაუდოდ თქვა მეც მგონია რომ იმიტომ რომ ესე მიუხედავად იმისა ვინისიუსი დამაჯერებელი კაცია და დაუჯერებელი კაცია თუ ისეთია თუ ასეთია ესეთ ამბავს ალბათ ეს როგორ არ ატეხავდა ხო იმიტომ რომ ვინისიუსი მით უმეტეს აგერ მაგას ვამბობ ზუსტად რომ ისეთი ტიპაჟია რომ ყოველთვის რაღაცა ისეთ საკეთებს რომ ვიღაცებს ვაგინებენ და არასდროს ესეთ ამბავს იშვიათად ეხავს ხოლმე ამაიც კიდე როგორც სხვა შემთხვევაში მაგრამ იშვიათად არის ხოლმე ზოგადად ტრიბუნებიდან წამოსულ აგრესიაზე ხოლმე ფეხბურთელებისგან არა პლუს ამატებით ის რომ ეს არგენტინელია, ეგეც რაღაცა ის არის, იმიტომ რომ არგენტინელები გამორჩეულები არიან, მაგითი, ცნობილები არიან ასევე იმით რომ თლად ისინი არ არიან, რა ქვია, ტოლერანტი ხალხის ხარასების მიმართ მაინც არ არიან და ასე შემდეგ, მაგრამ იმას გეთანხმები რომ ამის გამო ტიპის დაჟჯა ასევე არა სამართლიანი, იმიტომ რომ კი შეიძლება ამან ჩვენ ყველა ხვდებით რომ ცუდი რაღაც გააკეთა, მაგრამ ხა თუ ვერ ამტკიცებ ხვდებიზე, ხო გონივრულ ეჭვზე არ უნდა იყოს ეგეთი საჭირო. ალბათ ეხა უფრო ამაზე შეიძლება ითქვას რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ გაარიდეს, ანუ ეს დროებით გაწიეს გვერდზე შენ რაღაცა ცუდი აშკარად თქვი, ის თქვი, ეს თქვი, ხა მაგის დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ მოდი შენ მადრიდში ნუ ითამაშებ. ხო, მაინც იმიტომ რომ რაღაცა ბიზნესები არ მოხდეს. თავს არაფერი აუტეხო ესია. და ჩვენ ვითომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ რა უნდა გამოიძიონ ახლა? მაიმუნი დაუძახა, მაგაზე ხო და სიშულელე ის აი სამბობს რომ მაიმუნი დამიძახა, ის ამბობს არა, მაიმუნია ძმაო დაუძახეო, იმიტომ რომ ჰერმანო თუ რა ძმა აიფარა პირზე. ჰერმანო დაუძახეო. პირზე აიფარა ისა. საბანი გადაიფარა. სიშულელე რა ძმას ძმას არ დაუძახა. ძმას ვინისიუს არ დაუძახა. აბდო მაინტერესებს. ხო არა, ძალიან ემოციური გამოსვლა ქონდა, თან რა ცოტა ცრემლიც რო ქონდა თვალზე მორეული და უკვე მე რამდენი წელია და საუგუნი ამაზე გვიწევს ლაპარაკი და რაღაც როცა თან დიდი აქცენტი გააკეთა მოურინიოზე. და უფრო მეტად მასზე იყო გაბრაზებული ვიდრე თამაშეზე, იმიტომ რომ ამ ხილა ფიგურაა ფეხბურთში და თუ ვინმე არ უნდა ახალისებდეს მსგავს ქმედებას, უფრო მოურინიოზე ქონდა ბრაზი. რაღაც ნაწილში ვეთანხმები კიდეც, იმიტომ რომ გასაგებია ხა იქ რაც შენ თქვი რა თამაშის დროს ფეხბურთთან ისეთი რაღაცა და ემოციები ისე მაღლა რომ შეიძლება რაღაც აუცილებლად მოტოკოს საკუთარი თავი, მაგრამ სადღაც შეიძლება რაღაც გაგექცეს, მაგრამ როცა ამ ხელა ფიგურა ხარ კი მესმის რომ მოურინიოა და ეს ამართლებს მაგანაწილს მე რომ მოურინიოა და მისგან მაგასაც შეჩოული ვარ, მაგრამ ხო, ეგრე მაინც არ შეიძლება და უნდა დაფიქრდე რომ დიდ გავლენას ახდენ ფეხბურთზე და შენ რაღაც ეგ არ უნდა წაახალისო. ერთი რომ ბევრად დიდი ფიგურაა ვიდრე პრესტიანი და მეორე, ხო, ის თამაშის მომენტში კი, ძალიან ცუდი ფაქტია ეგეთი რაღაც თუ მოხდა, მაგრამ მომხდარა და ალბათ კიდე მოხდება. ეხლა მაგის ბოლომდე ამოძირვა შეუძლებელია რა სულ იქნება. იმიტომ რომ არ ჩატარდა და ვინ აღარ თქვა რომ რაღაც. იმიტომ არა, გინდა თუ არა ყოველთვის იქნება ეგ მომენტი რომ ტიპი ვიღაცა სადღაც რომელიღაც თამაში რომელიღაც მომენტში სადღაც მოუვა იდეა თავში რომ ამას ეხლა მე რაღაცეთი უნდა ვთქვა რომ ძალიან უნდა გავაბრაზო, ძალიან უნდა გავამწარო და რა არის ხა ერთ-ერთი რაც შეიძლება უთხრა არის ეს ხო სიტყვაზე. ამიტომ ეგეთ რაღაცებს რო იქნება, მაგრამ მოურინიო რომელიც ემოციებიდან დამცხრალი თამაშის მერე გამოდის და ამას ლაპარაკობს და უკვე პრაგმატულად ცდილობს რაღაცის ახსნას, ხო? აი მაგ ახსნაში ეგ ცოტა ის არის, ცოტა უხერხულია. ხო. ჩილავერტმა მართლა, ანუ ჩილავერტის არ გამიგვირდებოდა, მაგრამ მართლა ეგეთ კი, მაიმუნიო მართლაო. არ მინახავს. მართლა მაიმუნიო. ვინისიუსიო. ხო, ნუ ის გიჟია ხა ჩილავერტის არა დაალაგებული. ხო, მბაპესიო რა დაიჯდება ტრანსფერსიდან ცხოვრობს შეჩენ. ასეული კაცია. ხო, მართლა ჯერით აცეები თქვა? ხო, ხო. ვაფშე გაგიჟებულა ის. ჩილავერტი მეზიზღება კარლოს რო შეაფურთხა იქიდან ჯერ. არა. რობერტო კარლოსი მე აფურთხებს თვალში. ხო და. არა, ხო ნორმალური რაც ფეხბურთელობისას იყო, მაგრამ ხო. თვალ გაგიჟებულა ეს საწყალი. აი ის იყო მე გარჩევა იმის რომ პროვოცირება ვინისიუსის სახელით გაფუჭებული აქვს რეალურად და ყველა და არ ეძახიან, რას ეძახიან გულისხმობ აი ცუდი ტიპი როა. ეხლა მე მილანს გავს და რავი არ მევასება არც მე რა დასამალია. არა როგორც ტიპაჟი, ფეხბურთელი არ მევასება, მეცაც გეტყვით. ანუ ტიპაჟი ხო გამახსენებელია, მაგრამ მე როგორც ფეხბურთელი ძალიან მიყვარს რა. ან მაგარია, ვაღიარებ ძალიან, არა, ჩემ გულში ეგ ადგილს ვერ დაიკავებს რა. მაგას თვალი. როცა ძალიან ცუდი. მაგარიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და პირველი 3 წელი, აბა ეხა იზამს რაღაცას, ეხა უყურებდით ეგრენო, ქნა, ნაღდად ქნა რა, ეხა ძალიან მაგარია. მაგრამ ნუ არ შემიძლია რა. სულ 3 გოლი გაიტანოს, მე ისე დებილობას იზამს რაღაცას, რომ მაგინებინოს ხოლმე თავი. მაგრამ ნუ გოლი მაგარი გაიტანა.
ეხა კუთხურის ალამთან ცეკვა როდის გახდა ის რა ქვია მესიმ სანტიაგო ბერნაბეუზე ეს დაგვიფინა რა ქვია მაისური და აი ესე დაგვანახა გამოიღეთო ისედაც ნუ აღნიშნეს რომ ცეკვა რავი აგერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოდის და თუ ვინმე ესეთ სენეგალთან რაც მსგავსი ქვეყნის წარმომადგენელს გოლია გატანა ჩაბალა მივიდა და იქ რა სოლო კონცერტი დადგა ჩაბალა და როჟე მივა და რავი ანუ არა ეს ბიჭო ახლა უყურებ ბოდიშო გაწყვეტინებ მაგრამ კილიან მბაპეს შეყვარებული თუ girlfriend-ი არისო ალისია აილისიო თუ რაღაცა ხო ანუ არაფერი მსგავსი ვერაფერი ვერ იპოვე ხო ტრანსგენდერი არისო არა ის საფრანგეთი გამხდარა 17 წელს ჩემ და მაგის საერთოდ ბაპე ხომ მოვიდა იმ მომშო რაღაც გაამართლა ვინისიუს და რაღაც და ბაპეს საერთოდ რა დაიჯერება იმასთან ცხოვრობდა ხო და ცხოვრობდა იღებ მართალი ამბავი იყო ეგა თუ მე როგორც ვიცი კი ხო ეგრე მახსოვს რომ კი მე პირად ცხოვრებები ფეხბურთელების მაგრამ კიდია ხოლმე და მაგით არავის არ ვიცი ეგეთი რაღაცები არა ბიჭო ანუ თვითონ მიანიშნებს ეს ამ იმათ ისინი რომ მტყუანები არიან ვინც მაგას ეხლა მაგას რომ მოიყვან არგუმენტად მის რა დაიჯერებაო ანუ და ეგ რომ მოვყავს არგუმენტად ხო რაშუაშია ხო ოღონდ რაღაც ეწერა რომ კამოვინგა იდგა და იმას კითხონო რა თქმა უნდა ეგეც ხო ეგეც იყო რომ კამოვინგას არაფერი არ უთქვამს იმიტომ რომ გვერდზე იდგა და მბაპე შორს იყო და ხო ეგეც მართალია რომ მბაპე ახლოს არ იდგა მაგას პირდაპირ მოწმე თუმცა მბაპეს რომ ვინისიუსის ჯერა მანდ რა არის გასაკვირი ანუ რამდენი რაღაც შეგიძლია რასიზმის გარდა გაურიო შეჭემად ეტნის ტრაკი რო აკინო არ არის პრობლემა რაღაცა მაიმუნი უნდა ეძახო რა ვიცი 1000 უთხარი რა რავი დაგადე სახეზე რაღაცები უთხარი შეჭემა მაიმუნი რა იციან ბიჭო ანუ ეხა ჩვენ ვერ ხვდებით რა ადამიანები რომლებიც საქართველოში ცხოვრობთ და ესე უიმედ რა რასიზმი ეგ არის და ის ადამიანები რას გამოდიან ბავშვობიდან და რა ისა აქვთ რა ქვია გამოვლილი ხო იმ პერსპექტივიდან რომ შეხედო ძალიან მყინველი და სენსიტიურია იმისთვის ხელ. თორე ახლა კი მე შეიძლება მაიმუნი დაუძახო ადამიანს და არ ვიგულისხმო მაინც რასიზმი და ვინისიუსს შეიძლება დაუძახო მაიმუნი, ოღონდ მისის აქციელის გამო და არა რასიზმის გამო, მაგრამ რომ დალექილი აქვს ეს და ამ ბულინგის და ამ ხელა რაღაცების ქვეშ რო უწევდათ თამაშიც და ცხოვრებაც, მაგით აღიქმება ძალიან სენსიტიურად და არ უნდა დაუძახო ეგ რა მაგით. მთელი ცხოვრება შემაიმუნოს მეძახდნენ უბანში. ბიჭო, მე ჩვენ ახლა ქართველებს არ გვაქვს ის რა ქვია. ის რა ქვია რასიზმის მსხვერპლები ეს არ ყოფილიყო ხო ქართველები ეს როა იყო რასიზმი როა იყო მაგრამ ზოგადად ყოფილიყო ხშირად დაჩაგრული სხვადასხვა დიდი იმპერიების მიერ ხო მაგალითად ბოლო იმპერია რომელიც ჩაგრავდა და დღესაც აგრძელებს ჩვენ ჩაგვრას არის რუსეთი ხო იმათ აქვთ ეგეთი ვიცი რასაც სიტყვა იქ ჩვენ როგორც მოგვიხსენიებენ ხო იქით მხარეს ხო ჩურკა აქვთ ეგეთ სიტყვა რა ჩურკას გვეძახიან ჩვენ დაღესტნელებს შეეცნან ყველა კავკასიელ აი ახლომახლო რეგიონში ცოტა შავგრებითი სახელი ცოტა შავგრემანი ვინცაა ცოტა დიდი ცხვირი ვისაც აქვს შავტრაკებს რო გვეძახიან ჩურკას გვეძახიან რა ეგ რო სადმე მესმის ხოლმე იმიტომ რომ ხა რუსებთან გადაკვეთას აჩევა მქონდეს კაუნტერში ხო ძალიან ხშირად ხმარობენ მაგას შევაწყობს მოყენების მიზნით ხო იციან სადაც მიუხედავად იმისა რომ პირადად არასდროს არ მქონია შემთხვევა რომ ბავშვობიდებოდი ვიღაცა ტიპს ჩემთვის ეგ ეძახა და მაგითი ის ყოფილიყავი დათქუნული და რაღაცა ისე ნერვები მეშლება რომ მზადვარ რომ აი გვერდზე რომ მყავდეს ტიპი დავახჩობ რა ალბათ მოვკლავ აი მართლა დავბრიდო რა აი ჩურკას რომ ეძახის ვიღა ტიპი ონლაინ ზადზად დედის მუტელში რო ცხოვრობს იმაში რუსეთში აი ეგ ტიპი რომ მაგას იმიტომ რომ ზირთად კარგად ამთავრდება ხოლმე რუსები თუ არიან გუნდში. ძალიან ტოქსიკური ხალხია და პირდაპირ ეგრევე რაღაცებს ლაპარაკს წევენ ხოლმე. მაგათან ეგეთი კონფლიქტების მე ჩურკას როგორც გახსენებენ, გავრჩი მაგაზე ისა და ეხა ის ტიპი რომელიც სიტუაცია ბრაზილიაში ცხოვრობს ან სადმე სამხრეთ ამერიკაში და ყოფილა რომ იზრდებოდა ამისი მონაწილე და ამას ესე შევაწყობას აყენებდნენ. ხო, იმისთვის ორ მაგას. კანისფერის გამო ტიპს ესე ჩაგრავდნენ. იმისთვის წარმოიდგინა მართლა რა არის ეგ თო. მე ფეხებზე მყიდია. უნდა მეკიდოს უბრალოდ და მე მეშლება ნერვები ჩურკას რო ვიღაცა ამბობს ხოლმე და მთელი კავკასიის სახე მთელი იმის სახელით მინდა ხოლმე რომ იმას რა დავახჩო ის ტიპი და ხე იმისთვის რა არის წარმოიდგინეთო რომ გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი რა. ცხოვრებაში ეს ყველაფერი გამოიარა. ხო არ ვიცით რა კივილთან არის დაკავშირებული მისთვის ხო რაღაც ბავშვობაში რა ემოციები აი აღქმის ამბავია ვინისიუს უნდა რომ მსხვერპლი იყოს და არის კიდევაც და ყველა თავზე ხელს უსმენს ოჯახს ვაგინებს ხალხს ეგ არაფერი კაცო ბიჭო როგორ არაფერი
არავის არ ევასება ტიპი. და ყველა აგინებს, მეც ვაგინებ ანუ გადაცემაში და იმაზე რომ ვიყავით ჩასულები ელ კლასიკოზე რომ გადიოდა ისე გამიხარდა რომ მთელი სტადიონი აგინებდა დავდექი და მეც დაუწყე გინება. იმიტომ რომ არ გამიზიარებია არასდროს ამდენ ხალხთან ერთად ვინისიუსს გინება და გაასწორა, იმიტომ რომ ამაზაზენად იქცეოდა. ვინ ამბობს მაგაზე რამეს კაცო? უბრალოდ აქ არის რაღაც სერიოზული ტრავმები და ანუ არა რასიზმს და არა იმიტომ გამოდის ეს UEFA-ც და სულ მაგაზე მეც ლაპარაკი რომ არ შეიძლება ეხა და აი ამის რაღაცა ოდნავ მაინც გამართლება რაღაცით რომ აბა იცეკვა და აბა რას ელოდა და არ არის სწორი ჩემი მოკრძალებული აზრით ხო იცეკვა ხო რა ხო ეგეც არ არის პირველი ხო ეხა მაიმუნო რო დაუძახო აუცილებლად იმაზე რასიზმზე წახვი და ეგეც რა ვიცი ხო აი ეგ არ ვიცი რა მაიმუნო რამდენად ახლა გაი როგორ არა რასისტულად შეიძლება დაუძახო როგორ არ არის ხა ეგი ან ხო აი არ ვიცი ანუ მე მაგას ჩვენ კულტურაში შეიძლება შეგვიძლია არ არის მაგრამ იქ ხო შავკანის რომ მაგას იძახო გასაკეთებ ალბათ ხო აი ხო მე არ მქონია ასოციაცია არასდროს და მაგიტო რა ხო შენ ეგ მითხარი თქვი რომ აგეთა და მე ძალიან მიყურს არ მქონია ხო რავი ჩემ მე ბავშვობიდან ვიცი რომ ეგ ის არის რა შეწყობის მიღენების მიზნით მაგას ძერს ტიპ ამერიკაშიც იყო თავის დროზე მაგალითად როდესაც როკ-ენ-როლის პირველ წლებში იქიდან გამომდინარე რომ მაინც როკ-ენ-როლშიც თავიდან შავკანიანები იყვნენ წამყვანი ტიპები ხო იმიტომ რომ ჯაზიდან და ბლუზიდან წამოვიდა უფრო და ბლუზში შავკანიანები იყვნენ და როკ-ენ-როლშიც ჩაკ ბერი და ლიტლ რიჩარდი და შავკანიანების მუსიკას ეძახდნენ როკ-ენ-როლს და სიუჟეტი მაქვს ნანახი ამერიკულ ტელევიზიაში გასული სიუჟეტი არის როკ-ენ-როლი არის შავკანიანების მუსიკა რაღაც ეგრე ქვია და 5 მაიმუნი არის მართლა 5 შიმპანზე ყავთ ბარაბანზე ზის ერთი და გიტარები უჭირავთ რა. ნუ ხა 50 წლებში ხვდები, იმითი არაა გაკეთებული გრაფიკით. პროსტა მაიმუნები დასვეს 5 და ეს გიტარა ჩამოკიდეს, ერთი ბარაბანზე დასვეს და აი ეს არისო როკ-ენ-როლი. ხო, ჩვენს კულტურაში მაიმუნი არ ასოცირდებოდა არასდროს მაგასთან. იმიტომ რომ არ ცხოვრობდნენ შენთან შავკანიანები. ხო, მაგიტო რა, ბავშვობაში მართლა ჩვენთვის არ იყოს. მე რაც გამიგია, ქართველი შავკანიანები ყოფილიყნენ იმაში, აფხაზეთში და სამეგრელოში. იყვნენ. მაიმუნოს, ანუ ბავშვეძახიან აქ რაღაცა ცელკი და ონავარის სინონიმია აქ. ჩვენთან ეგ არის ხო? ხო და არ მაგიტო ახმა არ ქონია თქო მაგის თორე ხა. იქ ხო სხვარამეს სხვანაირად უყურებ. ხო, მაგრამ ხა საქართველოშიც ქართული რო იცის ვინმე შავკანიანმა, რომ შეხვდე მაიმუნო არ უნდა უთხრენ თო. არა, იქ ტრიბუნებზე და იმიტაციებსაც ხო აკეთებენ იმის რა ქვია. ხო. და ბანანი. ყველაზე ცნობილი ისეთი რობერტო კარლოსო ბანანი. დანიელ ველს კარლოსმაც იგივე გააკეთა როგორც მას. და დანიელ ნახე რა მოხდა კი დანიელ ველს რო ეს მე ხო შეჭამა და აი როგორ უნდა გაუმკლავდე. ის კი უნდა იწუწუნო თუ რა ანუ ამის დაკნინება მიდის ყველანაირი ფორმით. ეს ყლეა ბიჭო ანუ ეს წუწუნებს გაიგი ამაზე და ის ნახე როგორ შეიფერა. არა ცოტა მტირალა როა ეხა ხელზე აქვს დახვეული. არა მაიმუნი და ბარემისა ისე ალვაშფა ისე შეიფარა მე იმიტაცია უნდა დაეწყო თვითონზე ვა ნახე ვაფშე რა მაგარი კაცია. ხო და მოკლედ რა ვინისიუს ჯუნიორს ჩემი დიდი მხარდაჭერა ამ ამბავში. კაი გამოყალიბებული ხარ მაგრამ ამ ამბავში შენთანოა რა. მართლა არ ვიცი. არ მევასება მართლა ცუდი ტიპია, მაგრამ რატო აი მან უნდა მიხვდე რატო იცეკვა კოთხური ზალამთან რო არის გამართლება იმის რომ დედის ტრაკი აგინო ტიპს. თავიდან მეგონა რომ ოტამენდი მიაყენა შეურაცხყოფენ და ოტამენდი აქტიურობდა და მეთქი არგენტინელი რასიზმ და მეთქი რასისტური ვერ გამომეპარა ეს ეპიზოდი და მეთქი ოტამენდი არგენტინელია იასნია იზამ დათქო რა მაგას და არა ოტამენდი არ არისო და ვინ არის მეორე არგენტინელი საშინელები ამათთან მეგობრებო შავკანიანს არ უთამაშია საერთოდ იმ არგენტინის ნაკრებში. ხო. მაგით უნდა მიხვდე რომ რო იფარა იქ ძმაო არ დაუძახია იმიტომ რომ ეგეთი ძმაო მაგას არ ყოლია არასდროს. არა ის ხო არის ბიზნეს ხო აქ მოყოლილია ყველაზე. აქაც გვაქვს მე მგონი მოყოლილია რა. არ ვიცი. შავკანიან ქალს რო აქ მოყოლილი ბიზნესთვის. არ ვიცი. პარათაშვილისთვის. ხო. არგენტინელ შავკანიან ქალს. ხო არის ძალიან ცოტა არა არგენტინაში ცხოვრობს რაღაცა 300,000 თუ რა შავკანიანია სულ რა. და ვიღაც სადღაც ბიზნესში ხვდა ქალი არგენტინელი შავკანიანი და უყვებოდან აი ამ თემაზე რა როგორ რასიზმი როგორ არის არგენტინაში გადგმული და სადღაც ვიყავიო ეს ქალი უყვებოდა კონფერენციაზე
არგენტინა გასული საზღვარგარეთ რა რომ ის რასიზმის წინა თან აი კონფერენციის ისიც კონფერენციის თემაც ეგ იყო რომ რასიზმი და რასიზმთან ბრძოლის ხერხები და რაღაცეები რა ამაღლება იმის ცნობიერება ქსენოფობიაში დამდუბრალი ხა არგენტინელებზე ვთქვა რასისტები არიან ამ თემაზე თუ გავაძიებთ ცოტა ქსენოფობია არის მაგას ხო და მართალი აღმოჩნდი ხო და ეს ხალი ყვებოდა რომ ვიყავიო რაღაცა კონფერენციაზე თუ რაღაცაზე რასიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ეგეთი ის იყო ამაღლება იმ ცნობიერების თუ რაღაც და უკან დაბრუნდა არგენტინაში შედიოდა ქვეყანაში ბრუნდებოდა პასპორტ კონტროლზე პასპორტი არგენტინის მიაწოდა და ოფიცერმა დახედა ამ პასპორტს შეხედა ამას დახედა ეს რა არისო კალმა რა შეგვი რა არის პასპორტიაო ჩემი რანაირი არგენტინელი ხარ არგენტინის პასპორტიაო ესოდა ხო იმან არგენტინელიო რანაირად ხარ არგენტინელი სარკეში არიყურებიო კალი დაბრუნებული იყო რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციიდან და ქვეყანაში საკუთარში რომ შედიოდა ტიპო შენო წადი გადაშენდი შენ რანაირი არგენტინელი ხარო შენ მას გავხარო არგენტინაში ძალიან პიზდეცით და არა მარტო არგენტინაში ნაკრებებით მიხვდებით იმიტომ რომ ჩილეს ნაკრებს არაა ბევრი შავკანიანი მაინც რო გადახედო და არჩენ ნაკრებებში კიდევ მეტად და იმაში ბოლივიაში არაა კიდე და საფრანგეთში ხო საფრანგეთი ბოლივია და ჩილე